თუ სვანეთში არ ყოფილხარ, ჩათვალე საქართველო არ გინახავს. პრებაში ბევრი დანაშაული მაქვს, მაგრამ ერთს განსაკუთრებით ვნანა. აქამდე არ ვიყავი სვანეთში ნამყოფი. წელს ეს შეცდომა გამოვასწორე და მინდა თქვენს გაგიზიაროთ ის, რამაც ჩემი სამყარო სრულიად შეცვალა. არის ადგილები, რომლებიც უბრალოდ გულს გიჩერებს და სულს გიფორიაქებს. სვანეთი სწორედ ასეთი ადგილი ყოფილა. აქ ყველაფერი ერთ ზღაპრულ ლეგენდას გავს, სადაც ხალხის გულებიც ზესავით თბილია. განსაკუთრებული ადგილია მესტია. ეს არ არის უბრალოდ დაბა, ეს ცოცხალი მუზეუმია. როცა მის ქუჩებში დადიხარ და ამ კოშკებს უყურებ, გონია, რომ დრო გაჩერდა. აქ ჰაერიც კი სხვანაირია, თავისუფლებისა და სიძველის სუნი ასდის. მესტია ჩემთვის გახდა ადგილი, სადაც ყველაზე ხმამაღალ ფიქრებსაც კი სიმშვიდე ეუფლებათ. საღამოს, როცა კოშკები ნათდება, გარემო სრულიად მისტიკური ხდება. აქ მივხვდი, რომ სვანეთი მხოლოდ მთები არ არის. ეს არის ენერგია, რომელიც მესტიის ყოველ კენჭსა და კედელში იგრძნობა. ვეცადე კამერით დამეჭირა ეს ენით აღუწერელი სილამაზე, რაც აქ ვნახე, მაგრამ ვერც ერთი ფოტო და ვიდეო ვერ გადმოსცემს იმ გრანდიოზულობას და სიდიადეს, რასაც საკუთარი თვალით ხედა. უშბა და თეთნულდი ისეთი დიდებულია, რომ უნებურად გრძნობ, რა პატარა ხარ სამყაროს ამ ურყევ სილამაზესთან შედარებით. ყველაზე დიდი სიურპრიზი და ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი აქაური ხალხია. სვანები უზომოდ თბილი, მოსიყვარულე და გულღია ხალხი ყოფილა. გულთბილი სტუმართმოყვარეობა მათი სულის ნაწილია. ეს იყო ისეთი გულწრფელი სითბო, ისეთი გამორჩეული ადამიანური ურთიერთობები, რომელიც ასე მოულოდნელი და სასიამოვნო აღმოჩნდა. სვანეთში აღმოვაჩინე სრულიად ახალი საქართველო. ის, რომელიც ინახავს თავის ტრადიციებს და უბრალო ადამიანურ სიკეთეს. ამ ყველაფერმა ჩემი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად შემაყვარა, ახალი, განსაკუთრებული სიყვარულით და ემოციით. დააკვირდით ამ კოშკებს. ისინი საუკუნეებს უძლებენ. სვანური კოშკი მხოლოდ ციხესიმაგრე კი არა, ოჯახის სიძლიერის და გადარჩენის სიმბოლოა. წარმოიდგინეთ, თითეული მათგანი ინახავს ამბებს ალყებზე, ზვავებსა და იმ გამძლეობაზე, რომელიც ამ ხალხს სისხლში აქვს. როცა მათ შორის დადიხარ, ზურგით გრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რასაც ამ მემკვიდრეობის ტარება ჰქვია. განსაკუთრებით გამოუცა იმ კონტრასტმა, რასაც აქაურ კაფეებსა და რესტორნებში შევხვდი. წარმოიდგინეთ, ზიხართ მყუდრო ტერასაზე, წინ თეთნულდის დათოვლილი მწვერვალი გადაგეშლებათ, ხელში გემრიელი ყავა გიკავიათ და მომსახურებით ისეთ დონეს იღებთ, რომ წამით გგონიათ ავსტრიის რომელიმე მაღალგანვითარებულ კურორტზე ან შვეიცარიის ალპებში იმყოფებით. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ აქ უფრო უკეთესია. იმიტომ, რომ ამ ევროპულ ხარისხს თან ახლავს ის უნიკალური ქართული სტუმართმოყვარეობა, რომელსაც სხვაგან ვერ სადიპოვეთ. ეს არის საოცარი სინთეზი, ცივილიზაცია და კომფორტი შუაგულ ხელუხლებელ ბუნებაში. აქ ხვდები, რომ სვანეთი უკვე აღარ არის მხოლოდ ექსტრემალების ადგილი. ის გახდა სივრცე, სადაც შეგიძლია უმაღლესი კლასის დასვენებით დატკბე და ისიამოვნო. თუ გსურთ ნამდვილი თავგადასავალი, ისტორიული საგანძური და ენით აღუწერელი ბუნება, გააუქმეთ და დაივიწყეთ ყველა ფრენა საზღვარგარეთ. შემოდგომის სვანეთი მოინახულეთ. ვერ ნახავთ უკეთეს ადგილს, რომ იპოვოთ საკუთარი თავი და შეიყვაროთ სამყარო თავიდან. ძალიან ვნანობ, რომ აქამდე ვერ ვნახე და ვერ შევიგრძენი ეს ყველაფერი. სვანეთიდან ისეთივე ვერ ბრუნდები, როგორიც წახვედი. აქაური მთები თითქოს შენში არსებულ ყველა ზედმეტ ხმაურს აქრობს და მხოლოდ მთავარს გიტოვებს. მადლობა სვანეთს და სვანებს ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის.